ნატა, მკლავჭიდელმა ხატია ბიბლიანმა გამოგიცხადა სოლიდარობა სოციალური ქსელი და თქვა, რომ თქვენ იჯეროდათ, იმიტომ რომ 6 წლის ასაკში მასაც იგივეს უპირებდნენ. თუმცა მეორე დღეს ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან გაქრა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, რა მოხდა? მე ისიც არ ვიცოდი, ხატია ბიბლიანი მკლავჭიდელი რო იყო, პირველად გავიგო, ახლა თქვენგან ეგეთი არ ვიცოდი. მე საერთოდ როგორ ვიქცავ ბიბლიანების გვარს რო გავიგებ, გავდივარ იქიდან არ მინდა არავის გაკარგება. არასოდეს არ ვცდილობ ბიბლიანთან დაახლოებით, შორს მივდივარ, მირჩევნია პოლონელთან მიქონია კაი ურთიერთობა, ვიდრე ბიბლიანთან. ბიბლიანებს არ ვენდობი არც ქალს და არც კაცს, იმიტომ რომ გენეტიკა, ეხლა ჩემ ნოდარიშერებზე ვიძახი და ხატია ბაკაშერების გოგო არის ბიბლიანების წარმომადგენელი და მე არ ვიცი. რა შემთხვევა მე მგონია ხატია სექსუალური შევიწროება კი არა, ფიზიკური შევიწროება ქონდა ოჯახის წევრებიდან, მე როგორც ვიცი, თემა და წება ასეთი შევიწროება და ყავს კი და იმას ძალიან კაი ბიძები და როგორც ჩანს უთხრეს რომ აიღეს თხოვეს და აიღებდა აუცილებლად ბიძების პატივისცემით აიღებდა და მე არ გამაჩნია არც ბიძის არც არავის პატივისცემა, მე გამაჩნია ჩემი მწარი მამის და ჩემი მწარი ბაბუის მედი პატივისცემა ამ ქვეყანაზე არ გამაჩნია არავის და მაგიტომ ვეცდები მთელი ძალებით თქვენი დახმარებით მე დავადგინო სიმართლე და გამოაშკარავდეს ყველა ის დამნაშავე ვის ჩემს ოჯახს მიაყენა ზიანი.